შვიდობის გილოცავთ კალანდას. გილოცავთ მრავლას დაესწარით ბედნიერად, ჯანმრთელად, ბევრი სიხარული, ბევრი სიყვარული და ბევრი ლამაზი დღე თქვენ. ჯანმრთელადზე მე რატო გადმოვხედე? შენც მინდა რომ ჯანმრთელი იყო ხარ და მინდა რომ იყო კიდევ დიდხანს. ვუწევთ მაყურებელს მართლა პირველ რიგში ჯანმრთელობას, შემდეგ ყვავს და ფარაკას მნიშვნელოვანია ესეც ჯანმრთელობისთვის. და რა ვიცი, ყველა სურვილის, მიზნის ასრულებასაც და მიღწევასაც და ჩვენ თავებსაც იგივეს ვსურვებ. იმედი მაქვს ეს ყველაფერი ასე იქნება. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მოგიმზადეთ, ნახოთ ანონსი და გავიგოთ რატომ უნდა გაატაროთ ჩვენთან ერთად. და შეგვიძლია ჩვენ ანონსის მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ, იდეა მაქვს რომ ანონსი არ გავუშვათ უბრალოდ. კი ბატონო, პირდაპირ სიურპრიზად დავტოვოთ, ხო. მოკლედ კარგია რომ ჩვენთან ერთად ხართ, ამ საათნახევრის განმავლობაში სხვადასხვა ამბებს გავიგებთ ერთად. ზოგი ამბებისგან ჩვენ სახტად დარჩებით. ზოგი ამბავი თქვენთვის ნაცნობი იქნება და შესაბამისად კიდევ ერთხელ დარჩა გადაცემა ყავს წესაყვანი. ანუ ხო ზოგიერთ თემას ვამზადებთ. ფაქტი ის არის რომ მოკლედ თქვენ აუცილებლად უნდა შემოგვიერთეთ სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს ვეუბნები ვინც ჯერ კიდე არ შემოერთებულა ძალიან მარტივი ხილაკით გამოგყევით და შეგიძლიათ ჩვენთან ერთად აკეთოთ ეს გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის თანამშრომლობა, ბოლო-ბოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობ და შესაბამისად ერთმანეთს უნდა დაუჭიროთ მხარი სხვადასხვა თემით. კი ბატონო და ჩვენთვის სასიამოვნო იქნება, როდესაც სიახლეს აღმოვაჩენთ, უნიჭერეს ადამიანებს აღმოვაჩენთ, ახალი ინფორმაციას აღმოვაჩენთ, რომელსაც გაუზიარებთ მაყურებელს. კი, ბოლო დღეების განმავლობაში სულ რაღაცნაირად ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, იმაზეც ვლაპარაკობთ, რომ ხელოვნება და განათლება ეს არის მთავარი ბურჯი ნებისმიერი საზოგადოების, იმიტომ რომ ამაზე დგას კულტურა თავიდან ბოლომდე და ეს არის რაც განსხვავებს სხვებისგან, თორე ანატომიით სინამდვილეში რა ფერისაც არ უნდა ვიყოთ გარედან და რა გამომეტყველების და რა გარეგნობის, სინამდვილეში ყველა ერთნაირი ვართ, ყველას ორგანოების რაოდენობით, ასე ვთქვათ, სიგრძის, სიგანის და სხვადასხვა პარამეტრებით ერთნაირები ვართ, რაღაც უნიშნელო განსხვავებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ისე უნდა გამოვიხილოთ ხელოვნებაზე ყურადღება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი წიაღისეული ალბათ ზუსტად ეგ არის, ამით განსხვავდებით სხვებისგან, ეს პოზიტიური განსხვავება ამ შემთხვევაში და არა რადიკალური და დღეს არის ქართული თეატრის დღე. რა თქმა უნდა, თვითონ თეატრალების, როგორც ამბობენ, ასე ვთქვათ, შიგნით საზოგადოებაში ეს დღე ძალიან კარგადაა ცნობილი და მიზეზები თუ რატომ არის დღეს დავუშვათ თეატრის დღე, რატომ აღინიშნება კონკრეტულად ხო და ვიღაცას გონია რომ დაფუძნების დღე, სინამდვილეში აღდგენის დღეა, თუმცა მოდით დეტალებზე დაუძახოთ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ამბებში და ცდილობს ხოლმე გაარცელოს ეგ ამბავი ყველასთვის, რა თქმა უნდა, არა მარტო მხოლოდ ამ ამბებზე მუშაობს, ზოგადად თეატრცოდნე გახლავთ და ძალიან ცნობილი თეატრცოდნე ყველასთვის და რაც თავარია, ის ყოველთვის კარგად, გასაგებად, მარტივად ხსნის ხოლმე ყველაფერს, რაზეც ლაპარაკობს. ლაშა ჩხარტიშვილი არის ჩვენი სტუმარი, მოგწონით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გილოცავთ კალანდას, თეატრის ქართული თეატრის აღდგენის დღე. დღესაც გილოცავთ. ლაშა, კიდევ ერთხელ გამარჯობა, კალანდობას გილოცავთ და შენი სტატია წავიკითხეთ. და ბევრისთვის უცხო იყო ეგ ამბავი, ხო? იმიტომ რომ მართლა გულწრფელად რაღაც არის რაღაც დღესასწაულები, რასაც ადამიანები დიდად ჩახედული არ არიან, უბრალოდ აღნიშნავთ, იმიტომ რომ მართლა გვიხარია და უშვებს საზოგადოებას, მაგრამ დეტალები არ ვიცით და ამ დეტალებზე რო წავიკითხეთ, ახლა რაღაცეები ჩვენც გაგვიკვირდა. თუ შეიძლება რომ მაყურებელსაც გაამდე ეგ ამბები. ანუ თქვენ გულისხმობთ ქართული თეატრის დღე საიდან რატო აღგენის და რატო არა დაფუძნების მაგალითად ვიღაცას რაღაცები რო გონი, ანუ კი, ეს არის უბრალოდ გავრცელებულია, რომ ხშირად ამბობენ ქართული თეატრის დღე, ეზარებათ აღდგენილი ქართული თეატრის დღის თქმა, მაგრამ დღეს პოსტი დადო საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ძალიან კარგად ახსნა თუ რატომ არის ქართული თეატრის დღე. ცხელი ამბავია კიდევ. ხო, აი რამდენიმე წუთის წინ დაიდო ზუსტად ეს პოსტი და ახსნილია როდის დაარსდა ეს დღე, როდიდან აღნიშნავენ და ასე შემდეგ. ამბავი არის ესეთი, რომ ქართული თეატრი ძალიან დიდი ხნის ისტორიას იტევს. ის პროფესიული თეატრი ანტიკური ხანიდან იწყება, შორს რო არ წავიდეთ აგერ გონიოში არსებობდა თეატრონი და პროკოფი კესარიელმა დაწერა ამის შესახებ და არა მარტო ქართველმა მეცნიერებმა, რომ მოვიდა გონიოში, ნახა
და მას ნანგრევები დახვდა უკვე ამფითეატრონის ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ესე იგი, ანტიკურ ეპოქაში იყო. მერე უფლისციხის თეატრონი გვაქვს, ვანში აღმოჩენილი არაჩვეულებრივი ნიღბები, ძალისის მოზაიკა გვაქვს, სადაც დიონისე არის გამოსახული და დიონისე არის თეატრის ღმერთი, არა მარტო ღვინის და შესაბამისად ქართველები ამას იცნობდნენ, ჩემო ბატონო. ერეკლეს ეპოქაში 1762 წელს დაიდგა პირველი სპექტაკლი, ქართველი დრამატურგებიც ყავდა, იასე მიქასძე იყო ეგეთი პირველი დრამატურგი, გიორგი ავალიშვილის სახელები გვარები ვიცით, მათი დაწერილი ზოგი ფრაგმენტია მოღწეული. პირველი ქართული პორნო პიესა იმ პერიოდში შეიქმნა, ჩემო ბატონო, ერეკლეს ეპოქაში. ეს არის 4-თა დიალოგი, 4 ემიგრანტი ქართველი ქალი პეტერბურგში მუშაობენ ბორდელში და ყვებიან თავიანთ ისტორიებს და ძალიან საინტერესო პიესაც არის. მოკლედ ითარგმნებოდა რასინი იდგმებოდა, ჩემო ბატონო, ვოლტერი იდგმებოდა იმ პერიოდის ქართულ სცენაზე და ძალიან მრავალფეროვანი იყო, მაგრამ 1795 წელს კრწანისის ომის შედეგად ქართულმა თეატრმა არსებობა შეწყვიტა და ბევრი რამე დაიხურა. ამიტომ ქართული თეატრი აღდგა 1850 წელს. თუმცა 1855 წელს გორში უკვე წარმოდგენები იმართებოდა და ის ხალხი, ვინც დააფუძნა თეატრი და ეს არის გიორგი ერისთავი, დიმიტრი მეღვინე-თუხუცესშვილი და სხვა მსახიობები, გიორგი დვანაძე მაგალითად ეგეც გორელი იყო, 5 წელი იმუშავეს გორში. და 5 წლის თავზე თხოვეს ვორონცოვს, რომ გადმოსულიყვნენ თბილისში და კლასიკური გიმნაზიის შენობაში ეთამაშათ პირველი წარმოდგენა. ვორონცოვმა დართო ნება, რომ ქართულ ენაზე წარმოდგენა გამართულიყო. 1850 წელს უკვე თბილისში არსებობს გრიბოედოვის თეატრი, რუსული დრამატული თეატრი, დღეს ქვია გრიბოედოვის თეატრი და ოპერაც უკვე არსებობს. არ არსებობდა ქართული თეატრი. გორში არსებობდა, კი ბატონო. და აი გიორგი ერისთავის თაოსნობით, რომელიც იყო თვითონ მსახიობიც, რეჟისორიც, პიესის ავტორი, გამართა ეს წარმოდგენა და აქედან თვლით ჩვენ აღდგენილ ქართულ თეატრს. მაგრამ ამ დღის აღნიშვნა 14 იანვარი ძველი სტილით 2 იანვარი წარმოიშვა 1891 წელს უკვე მუდმივი სცენის პერიოდში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დიმიტრი ყიფიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და თქვენს რომ მოდი დავარსოთ მსახიობის დღე და რომელი დღე და 14 იანვარი ამიტომაც შეირჩა და ერქვა პირველად არა ქართული თეატრის დღე, არამედ მსახიობის დღე. მერე საბჭოთა პერიოდში უკვე გადაკეთდა აღდგენილი ქართული თეატრის დღე და დღემდე აღინიშნება ეს დღე, ჩემო ბატონო. მოკლედ მინიმუმ 2 საუკუნეა რაც ხელოვნების წარმომადგენლები უშუალოდ იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უკეთესი, ასე გამოდის ხო, რახან კრწანის თეატრის და ხელოვნების მისანიც ეს არის. არ შემიძლია ლაშარი კითხო ბათუმის დრამატული თეატრის დღეს მნიშვნელოვანი დღე აქვს. ამიტომაც არის ლაშა ჩამოსული. ასევე მინდა კომპლიმენტი უთხრა, რომ ესეთი ძლიერი თეატრი მრცოდნე, აი ესე ძირფესვიანად, როგორც ლაშა არის, პაატამაც აღნიშნა, ლაშა შემოსვლისთანავე, ჩვენი ქალაქისთვის არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ რაც კი რამე ხდება, ლაშა არის ერთ-ერთი იმ უნიჭერეს ადამიანებთან შორის, რომელიც ჩვენ თეატრზე ფიქრობს, ზრუნავს და ზუსტად იმ ხარისხზე აკეთებს ორიენტაციას და წერს, რაც მნიშვნელოვანია თეატრისთვის და დღეს ბათუმის დრამატული თეატრის სასიხარულო დღეა, ზამთარში თეატრის აღდგენის დღეს იხსნება, იმიტომ რომ ჩვენ სეზონი არ გაგვიხსნია სამწუხაროდ და აი რო გითხრათ ჩვენს თეატრზეც რაოდენ მნიშვნელოვანია და არისპანით იხსნება ის ვიცით, რეჟისორებსაც იცნობ და დანარჩენი გისმენთ გულისხმობით. დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მართლა, იმიტომ რომ ბათუმელებს უყვართ თეატრი და ეს თეატრი არის ძალიან რუსთაველის ეროვნული თეატრის ხნისაა. ერთ წელს დაფუძნდა ორივე თეატრი. ამიტომ მას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენზე მდიდარ ქვეყანაში სხვათა შორის, ასეთი ისტორიული თეატრები არ არის. რთული პერიოდი გაიარა ამ თეატრმა ბოლო სეზონზე, მაგრამ საბედნიეროდ ეს პრობლემა გადაიჭრა და თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი, ჩემო ბატონო, რომელიც ხელმძღვანელობს პროცესს და რაც კარგი გააკეთა, მოიწვია განსხვავებული სამხედველობის რეჟისორები.
კარგია რომ კოტემჟავი არის შედარებით ახალგაზრდა, იმიტომ რომ თუ დროს ვერ აუწყობ ფეხს, ან არ დაუჯერებს სხვა, შეიძლება მე თვითონ ვერ ვუწყობდე რაღაცას ფეხს, მაგრამ ჩემ სტუდენტებს მე სულ ვენდობი და მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ტექნოლოგიებსაც მათ შორის და კოტე არის ის ადამიანი, რომელიც უწყობს ფეხს თანამედროვეობას, იცის რა ხდება ქართულ თეატრში და იცნობს ამ რეჟისორებს და ერთ-ერთი ეს ორი გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორი, აი მართლა რომ ინატრებს ძალიან ბევრი თეატრი და გადაჭარბებულად არ ვამბობ ამას, გეგა გაგნიძე და გიორგი კაშია, გაგა გოშაძეც, რომელიც დგამს და მალე იქნება პრემიერა, იცნობს ყველა, მუშაობენ ამ თეატრში. ეს არის მსახიობების პირველი შეხება და მე აი რა ვიდეოებიც ვნახე თეატრი, რომელსაც ავრცელებს, იღებს ინტერვიუები მსახიობების, კაი ხანია მე ასეთი აღფრთოვანებული ბათუმის თეატრის დასი არ მინახავს. მე ხშირად მსაყვედურობენ, რომ შენ არ გიყვარს ბათუმის თეატრის დასი, არ გიყვარს მსახიობები. ერთში მათ ხშირად აკრიტიკებ კულუარულად რეცენზიებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცოტა სიმართლის ნატამალი ამაში არის. იმიტომ რომ გაბრაზებული ვარ ხოლმე, როცა ეს მსახიობები ძალიან ჩაერთვებიან ხოლმე ინტრიგებში. როცა საქმე არ აქვს, მაშინ ერთვებიან ხოლმე, საერთოდ. აუ, მაშა, ხათაშორის ბოდიში გაწყოთ. ეგ მე მგონი ყველას ეხება ზოგადად საზოგადოებაში მთელ სოფლიოში. კი, ხათაშორის მე მითამაშია როლები, მთავარიც ესეც, მაგრამ არ მახსოვს ჩემზე ლაშას დაეწეროს რაღაც ისეთი უარყოფითი, ოღონდ ეს არ არის ან კარგი ან ცუდი, ნახე რა არის ის, რასაც წერ, ალბათ იღებენ ადამიანები თავისი გადმოსახედიდან, თუმცა მე მინდა აღნიშნო უბრალოდ ხარა კი ეს აღნიშნე რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და არა ვარ გაბრაზებული მე პირადად. ხო არა, ყველა არა, რა თქმა უნდა და რთული დასია, რთული სამართავათაც და მოსარჯულებლადაც. თეატრი, რა თქმა უნდა, კი ბატონო, უბრალოდ რა არის, იცით, თეატრი არის ნებაყოფლობითი დიქტატურა. ეს ერთადერთი პროფესია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია როლი და მუშაობა ვიდრე ხელფასი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასია. და ბათუმის თეატრი ამ ხრივ არ არის გამორჩეული, მათ უნდათ რომ იმუშაონ და მე რომ აი კრიტიკულად განწყობილი არტისტები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ბოლო პერიოდში თეატრის მუშაობით, სარეპერტუარო კურსით, პოლიტიკით, დღეს რომ კარგ დროსაც კი არჩევიათ იმ არტისტებს შექება რეჟისორების და დღეს ეს მსახიობები რომ გამოდიან და ამბობენ რომ ვაიმე რა კარგ რეჟისორთან გვიწევს მუშაობა და რა კარგი რეჟისორი აღმოვაჩინე და თქვენს ეთერში თქვა მგონია ავთოქარჩევამ რომ არ გაუშვებ გიორგი კაშიას სულ მინდა დადგასო არ ტყუის არტისტი საერთოდ არასდროს არ თამაშობს და არ ტყუის როცა გლანძღავს, მაშინ არის აბსოლუტურად გულწრფელი და მეორე დილას რო გაკეთებს, მაშინაც გულწრფელია. არ შეუძლია, ეს ჩვენ თამაშობთ არა მსახიობები. ცხოვრებაში თორე ეგენი არ თამაშობენ, მარტო სცენაზე თამაშობენ. ცხოვრებაში უნიჭოები ვართ თამაშის მხრივ. ხო, მაგის თქმა მინდა ზუსტად და ამიტომ ისინი არიან გულწრფელები. ძალიან ბევრი მსახიობის ესეთ შეფასება მოვისმინე და მიხარია. ის რომ ყველაზე მთავარი რაც არის და ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს ამით ჩემი აზრით, იმიტომ რომ თეატრი უნდა ემსახურებოდეს არა მარტო უფროს თაობას, არამედ ჩვენს თაობასაც და უნდა ემსახურებოდეს თინეიჯერებს, რომ თოჯინების თეატრის მერე ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს და არ წავა სასწავლებლად ან უცხოეთში, ან დედაქალაქში, მისთვის თეატრში მისასვლელი კარი სულ იყოს ღია და სულ იყოს მომნუსხველი და საინტერესო მისთვის ის სამყარო. ამიტომ ეხლა ისეთი რეპერტუარი დგება, რომ ბათუმელებისთვის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის შეხედულებების ასაკის ადამიანებისთვის იქნება ჩემი აზრით საინტერესო ეს სპექტაკლი. და ბარემ ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ სწორედ ამიტომაცა, რომ ისტორიულად თუ დავაკვირდებით, იგივე ფსიქოლოგები ხშირად მოყავს უბრალოდ სტუმრად, ფსიქოლოგიის საფუძვლები და ფსიქოთერაპიის ძალიან ბევრი მიმდინარეობის მუშაობის პროცესი თეატრიდანაა აღებული. ანუ თეატრიდან დასწავლი რაღაც სხვადასხვა მეთოდები, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება ჩაიხედონ საკუთარ თავში, ну, სპექტაკლის გარეშე, ასე ვთქვათ და დაინახონ ის მანკიერებები, რასაც დაუშვათ თეატრში კი ბევრისთვის თამაშობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ზუსტად ეხმიანება კი, თეატრი არის ცხოვრების სარკე, ამას ილია ჭოჭოაძე ამბობდა და მართლაც ჩვენ ცხოვრებას, ჩვენს თავს ვხედავთ პირველ რიგში სცენაზე, ამიტომაც ზოგჯერ შეიძლება გაგვაღიზიანოს,
ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ თეატრს არანაირი გავლენა არ აქვს და კაი კაცო თეატრმა რა გავლენა უნდა მოახდინოს, მაგრამ ძალიან კარგად გამოჩნდა საუკუნეების განმავლობაში რომ თეატრი შეფარვით თუ პირდაპირ მაინც ახდენს ადამიანზე გავლენას, რომ გახდეს უკეთესი, დაფიქრდეს შეცდომებზე, გაიაზროს ის სხვა თემაა, ადამიანი ითვალისწინებს თუ არა დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ რო აღმოაჩენს და მიბრუნდება იქეთკენ, რომ უიმ დაუშვი შეცდომა და აი მსგავსი ისტორია მე სცენაზე ვნახე, აუცილებლად დაფიქრდება და კიდევ არის ერთი პასაჟი, მინდა იმასაც ვუპასუხო, რაც სოციალურ ქსელებში მომისმენია, რომ რა დროს კლდიაშვილია, ამბობენ ხოლმე, გამიგია რა დროს დუმბაძია. არ მიკვირს, იმიტომ რომ შექსპირზეც ამბობდნენ ამას მე-16-მე-17 საუკუნეებში, აი კლასიცისტები რომ მოვიდნენ, შექსპირზე უარი თქვეს, იმიტომ რომ არის ჩვენ ახალი თაობის დრამატურგები ვართ და რაღაც დროს შექსპირია, მაგრამ გავიდა დრო და შექსპირი კვლავ არის აქტუალური, ისე როგორც ანტიკური დრამატურგია იდგმება დღემდე. სხვა თემა რომ ის თემები, რომელიც ანტიკურმა დრამატურგებმა წამოჭრეს, დღეს თანამედროვე დრამატურგები ამას დგამენ, აკეთებენ სხვანაირად ამ თემას, მაგრამ მაინც სოფოკლე და თეატრი მოქნილი ორგანიზმია. ნამდვილად სამ დროსთან ერთად სულ განახლებას განიცდის და ესე ძალიან მნიშვნელოვანია და იმის თქმა მინდა რომ კლდიაშვილი ამ შემთხვევაში და ამ მომენტში, ამ მოცემულობაში ძალიან ლოგიკური მგონია მე. ორი რაღაცის გამო, იმიტომ რომ კლდიაშვილი დაკავშირებული არის ბათუმთან, ამ ქალაქში მოღვაწეობდა, ცხოვრობდა ის 20 წელი. მისი ერთი პიესა დაწერილი არის ზუსტად ბათუმში ცხოვრების პერიოდში, ამიტომ ძალიან ახლობელია ბათუმელებისთვის, ჯერეთი გარდა იმისა, რომ არის კლასიკა და ყოველთვის იქნება ის აქტუალური, შესაბამისად რჩება აქტუალურ დრამატურგად, მაგრამ თუ ვინმე ამბობს იმას, რომ რა დროს კლდიაშვილია, მე მივხვდი, რომ ამას ამბობენ, იმიტომ რომ სულ ერთნაირად იდგმებოდა გარკვეული პერიოდი. აი ვინც და ხდებოდა კლდიაშვილის ვოდებილიზაცია. აი რაღაც როგორც დაბიო დრამატურგი რა ახლა დარისპანში რა არის წამოჭრილი გათხოვების პრობლემა. ჩერეთი როგორ არ დგას გათხოვების პრობლემა, კაცო, ქალები უფრო მეტია ვიდრე კაცები და რამდენი გაუთხოვარი ქალიდატის იმ ცნობილი ვიდეოსი არ იყოს, კაცო, რა ის აუპატიურებდა, ამდენი გასაუპატიურებელი არისო. ხო, ეს კი ხუმრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ არის ეს პრობლემა დღის წესრიგში, მაგრამ პირველი იყო სტურუა, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებულად დადგა დარისპანი და თანამედროვედ და მოქმედება გადმოიტანა 90-იან წლებში, აი თბილისის ომის დროს, აფხაზეთის ომის დროს და მეორე, როდესაც საბა ასლამაზიშვილმა ილიაუნის თეატრში დადგა დარისპანის გასაჭირი, იყო აბსოლუტურად განსხვავებული რადიკალური ინტერპრეტაცია და მე როგორც არის განწყობა, ვიდეოები რაც ვნახე, მივხვდი რომ აქ პერსონაჟებიც კი ახლებია შემოყვანილი და სრულიად განსხვავებულად და ორიგინალური ინტერპრეტაციით გვთავაზობს ახალგაზრდა რეჟისორი. გიორგი კაშია თან ითვლება ეს ახალგაზრდა ბიჭი კლდიაშვილის ექსპერტად, იმიტომ რომ მისი ყველა წარმატება დაკავშირებული არის კლდიაშვილთან. იმიტომ რომ პირველი დადგა ირინეს ბედნიერება და ბევრი პრიზი მოიპოვა, ბევრი რეცენზია დაიწერა, კარგი შეფასებები იყო. და მეორე სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც ზუგდიდის თეატრში დადგა, რაც კი ფესტივალი იყო საქართველოში, ყველგან გრან-პრი აიღო. იმედი მაქვს ეს დარისპანიც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ბათუმის თეატრი ბევრ წარმატებას მიაღწევს არა მარტო აქ, არამედ საერთაშორისო ფესტივალებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარდა. აკრიტიკებდიო ბათუმის თეატრსა და კარგის მეტი არაფერი არ თქოს. ექსპერიმენტს რაც შეეხება, შეიძლება რაღაცნაირად იმას ვიზამ რა ქვია, მოუყრი თავს, ექსპერიმენტს რაც შეეხება, უცხოა ალბათ ზოგიერთი ადამიანისთვის ის, რომ ხელოვნება ხშირად დგამს ექსპერიმენტებს იმ კუთხითაც, რომ რა არ უნდა ქნა საბოლოო ჯამში. და ეს ამ შემთხვევაში შეცდომა კი არ არის, ამ შემთხვევაში არის ის, რომ დაუშვათ ხელოვნება ბედავს ისეთ სფეროებში შეღწევას და ისეთი თემების წამოჭიმვას, უბრალოდ წარმოჩენას, რა სიტყვა ვთქვი, რომლებზეც დაუშვათ ადამიანებს ძალიან ერიდებათან ეს ირცხვილებათ საუბარი და ფიქრი და შესაბამისად ეს შიგნით ხდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ამაზე როდესაც ხმაღლავს საუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა ვქნათ აწი. შეიძლება თეატრმა ამ შემთხვევაში ან მუსიკამ ან ნებისმიერ სხვა მხატვრობამ გვაჩვენოს ის, რაც არ უნდა ვქნათ. და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნება კიდევ ერთხელ რომ გავიმეორეთ. კი ბატონო.
ნამდვილად. გითმობ შენ რაღაც სამბობ. ჩვენ თქვენი საუბრით უბრალოდ თეატრისა და მაყურებლის ურთიერთობაზე და ბუნებრივია ყოველთ ახლდებით, რომ თეატრს აქვს უდიდესი გავლენა ადამიანის განვითარებაში, მაგრამ მე მაინტერესებს და თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული, რა თუ მისცემს თეატრს უფლებას, რომ მასზე მოახდინოს რაღაცა გარკვეული შთაბეჭდილება, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე გამოადგება, მაგრამ თუ ადამიანი მიენდობა თეატრს აქვს შეუძლია თეატრმა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომ ადამიანი ჩამოაყალიბოს ადამიანად. ეს ფუნქცია აქვს თეატრს, თავის არში მოიაზრებს ამას, თეატრი თავისთავად ცხადია. უბრალოდ ყველაფერი არის დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდზე და ადამიანზე. როგორ გაიაზრებს ამას? დედაც გვეუბნება, რომ არ გაცივდე, თბილად შეიცვი ისეგადი სახლიდან, მაგრამ მაინც გავდივართ ჩვენ და არ ვუჯერებთ დედას. თეატრიც გეუბნება რაღაცას, დასაჯერებელს, მაგრამ ვიღაც ამას იჯერებს, ვიღაც არ იჯერებს. ჩვენს უნარებზეა, ჩემი აზრით ეს ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ თეატრ სხვადასხვა ეპოქაში ეცვლებოდა ეს ფუნქცია და მისია. დღეს ადრე იყო, რომ თეატრი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტრიბუნა. მერე თეატრი გასწავლიდა ცხოვრებას. დღეს თეატრი არ გასწავლის ცხოვრებას, უბრალოდ გაჩვენებს. და დასკვნა უნდა გამოიტანოს შენთან. გაძლევს შესაძლებლობას, ხო? აღარ გიქნევს, რომ ესე მოიქეცი, ესე მოიქეცი, ხო? ანუ დიდაქტიკური აღარ არის. დიდაქტიკური აღარ არის, ხო? და ამიტომაც მნიშვნელოვანია რეპერტუარი. აუცილებლად ვიღაცა რომ როგორ არა თეატრი არის დიდაქტიური და მისი საქმე არის დიდაქტიკა, ტყუილია. ნამდვილი თანამედროვე სათეატრო კულტურა აღარ არის ეგეთი. ხვდებით, აი როგორც მუსიკა აღარ იწერება, კეთდება, ხო? დღეს და სპექტაკლებსაც აკეთებენ და ფილმებს აღარ იღებენ, არამედ აკეთებენ. კეთება ხდება, პროცესი შეიცვალა აბსოლუტურად და დღეს სპექტაკლს აკეთებენ ადამიანების ჯგუფი და მე გამოდის ერთი პროდუქტი. ამ პროდუქტს, რა თქმა უნდა, მხატვრული ხარისხი თუ აქვს მას, გავლენა აქვს ადამიანზე. მინიმუმ დააფიქრებს იმაზე, რომ უკეთესი იყოს, მაგრამ არჩევანი მასეა. არის მასე. რახან სოციუმს შევეხეთ თუ თეატრმა გაასწრო განვითარებით საზოგადოებას, ან თუნდაც პირიქით საზოგადოებამ გაასწრო თეატრს და აი მაგ შემთხვევაში რა დროის კლდიაშვილია გეუბნება საზოგადოება, რომელიც ძალიან არის გასკაფრი და კოსმოსში იდეებით. ეს ორი უკიდურესობა. აი თეატრს აქვს ეს უნიკალურობა სხვა თვისებებთან ერთად. აი ხელოვნების სხვა დარგებიდან ამით გამოიჩავა, გარდა იმისა, რომ არის ცოცხალი. აი არ არსებობს თეატრი თუ ის ცოცხალი არ არის. აუცილებლად ესეთი კომუნიკაცია უნდა იყოს, როგორც ახლა ჩვენ შორის არის. ანუ კულისებშიც იმდენივე ხდება რამდენი სცენაზე, ხო? ცხადია, მაგრამ მე რას ვამბობ ახლა? ახეთ თეატრი თავისი არსით ვერასდროს ვერ გაუსწრებს დროს. და ვერც ჩამორჩება დროს. დღეს აქ და ახლა. აი ეს არის თეატრის. ანუ გეშტალტში ცხოვრობთ, ხო? ეს ტურვამ დადგა მეფე ლირი. იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა 87 წელს. მაგრამ ნაადრევი იყო. მაყურებელი არ იყო მზად ამისთვის. კი, ოცნებობდა ქართველი კაცი იმაზე, რომ დაიშალოს საბჭოთა კავშირი და საქართველო მოიპოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ მაშინ ვერ გაიაზრა, რომ ასე მალე როგორ დაინგრევა კაცო ამ ხელა საბჭოთა კავშირი. სცენაზე ეს გიჩვენა, მაგრამ გაუსწრო დროს. იმიტომ რომ ის თავისი ლოგიკით ხელოვანი მივიდა იქამდე, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. ყველაფერს აქ დასასრული და როგორ ვერ დამთავრდებოდა ახლა საბჭოთა კავშირი. მაგრამ 2 წლით ადრე გაუსწრო და თეატრი ყოველთვის ეხმიერება იმ დროს. აი, როდესაც 2008 წლის ომი იყო, 6 თვეში ეგრევე დაიდგა გიორგი თავაძის სპექტაკლი, ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით ბანანისა და კომშის პუდინგი, კონიაკითა და რომით, რომელიც პირდაპირ პასუხობდა იმ გამოწვევას. და ლაშა ბუღაძის პიესა იყო კიდე ნუგზარი და მეფისტოფელი, უკრაინაში მახსოვს, ჩავიტანეთ ლვოვის ფესტივალზე სპექტაკლი და იქ იყო ეგეთი ფრაზა, რუსული რა, ძაღლების ენაო, რატო ელაპარაკებიანო, ერთი პერსონაჟი კითხულობს, ძაღლებს ყოველთვის რუსულად რატო ელაპარაკებიანო და რუსული რა, ძაღლების ენაო და ეს ტიტრებით გადიოდა. და ისეთი ხმაური მოყვა ამას დარბაზში და ისეთი ოვაცია, რომ აი სულ ეგ მახსენდება, რომ თეატრს აქვს ძალიან დიდი გავლენა. უცებ შეიძლება არ გვიფიქრია ჩვენ ამაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმხელა რეაქცია იყო, რომ აი ეს მაყურებელს აუცილებლად გაყვებოდა და გარდა ამისა, ზუსტად იყო ეს ფრაზა ნათქვამი და
იმ პოლიტიკურ კონტექსტს შეესაბამებოდა იმ პერიოდში. ამიტომ თეატრი ზუსტად დღეს უნდა ამ წუთას რაც ხდება ჩვენს გარშემო, ხო? იმაზე უნდა ლაპარაკობდეს. ანუ საკმაოდ მწარე ფრაზა იყო. მაგრამ რეალური არის და იქნება რომ ხმამაღლა საუბრობს ხელოვნება და მით უმეტეს თეატრი, მაგრამ ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი რომ კარგი რეჟისორი, ნიჭიერი მსახიობი, იმიტომ რომ ადამიანი რომ ნიჭიერია და უყვარს თავის საქმე, რეჟისორზე უყურს, ხო, ის არ უშინდება არაფერს და ხმამაღალი სიტყვა მხოლოდ იმით ითქმება, რომ თავის სატკივას და თუ ხდება ესე საშუალო სტატისტიკურ რეჟისორს რომ გამოსდის ძალიან კარგი პიესა, დაუშვებს მსახიობების ხარჯზე. აი ეგ არის ძალიან საკამათო თემა და საკითხი. აი რო არ ვიცი ამიტომ სპექტაკლი რო არ გამოდის, მსახიობები ჩემო ბატონო აბრალებენ რეჟისორს. აი რეჟისორმა ვერ იმუშავა. და რეჟისორიც აბრალებს პირიქით. ახლა თვითონ ხო არ იტყვის მე უნიჭო ვარ და ვერ დავდგიო და ვერ გავაკეთეო. მსახიობებს დააბრალებს რა თქმა უნდა. ანუ ფელინის ორკესტრის რეპეტიცია ძალიან კარგად ეხმიანება ზოგადად. თუ გუნდი შეიკრება, ხო? მაშინ აუცილებლად გამოდის. და აი ეხლა აი დაიმახსოვრეთ თუ გინდათ ეს ფრაზა და მომავალ წელს თუ მომიწევთ გავიხსენოთ რაც თქვი გამართლდება თუ არა. ეს სეზონი წელს იქნება განსაკუთრებული ბათუმის თეატრში და რატომ? თეატრი არის შეკრული ერთ მუხტად. და მოწოდებული არის რომ იმუშაოს. ეს დადებს აუცილებლად ძალიან კარგ რეზულტატზე გაგვიყვანს. აუცილებლად, იმიტომ რომ სამუშაო როა და მათთვის ეს სამუშაო არის საინტერესო, აუცილებლად გამოვა სპექტაკლები კარგი. იმიტომ რომ ეს გარემო უცნაური ამბავია, მეცნიერება ამას ვერ ახსნის. მაგრამ როცა მსახიობებს არენდურის იმ წუთას და ერთად მუშაობენ და რეჟისორი ახერხებს ამ გუნდის შეკვრას, მათ უყვარდებათ ერთმანეთი. მე პრემიერის მერე შეიძლება ისევ შეძულდეთ ერთმანეთი, მაგრამ იმ მომენტში, პროდუქტის შექმნის მომენტში ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და აუცილებლად გამოვა ეს შედეგი. ახლა გამახსენდა თქვენს ლაპარაკზე, ანუ 60-იანებში შეიკრა ერთი სუპერ ჯგუფი კრიმი ერქვა, სულ რაღაც 2 წელი გასტანა და 2 წელიწადში მოახერხეს მოკლედ 3 ალბომის გამოშვება. ერთ-ერთი წევრი იყო ერიკ კლაპტონი, ყველასთვის ცნობილი ცალკე შემსრულებელი. იმ დროს ეს სუპერ ჯგუფი შეიქმნა და სხვათა შორის ინტერვიუები, ნუ დღემდეც დევს, რა თქმა უნდა, YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ბასისტი და დრამერი ამბობდნენ, რომ ისე გძულდა ერთმანეთიო, რომ აი ეს სიძულვილი მუსიკაში ისე კარგად იყო ასახულიო, რომ ზუსტად ამიტომაც გავხდით კიდე დამატებითად პოპულარული, იმიტომ რომ ანუ მუსიკას არ გავაცილეთო ეს, ან მუსიკას არ ცდებოდა ჩვენი სიძულვილიო, მაგრამ იქ აი ერთმანეთს ასე მეჯიბრებოდითო. ხო და ეს ძალიან კაია კონკურენცია მსახიობები რო ანუ სცენაზე რო დარჩეს, ეგ კარგი იქნება. აბა რა თქმა უნდა. და არა კულისებში. არა, რა თქმა უნდა და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება. კი ბატონო და ბარემ იმასაც დავსძენ, რომ ძალიან კარგი რაღაც მოვისმინეთ, ანუ თანამედროვე დროში რაც ხდება, არა მარტო დაუშვათ სპორტს ეხმიანება, არამედ ხელოვნებაშიც იგივე ყოფილა, როდესაც ანუ კარგად შეკრული გუნდი გაცილებით მეტია ვიდრე ვარსკვლავებისგან შემდგარი გაუგებრობა. და ეს გვაჩვენა მაგალითად რამდენიმე ახლა არ დავასახელებ, რეკლამა არა, მაგრამ მაინც რომ ფეხბურთის გუნდი იყო, ეგრე ვარსკვლავები იყიდეს, რამდენიმე მილიარდის დახარჯეს, მაგრამ იმ გუნდმა იმდენი შედეგი ვერ დადო, როგორც მაგალითად საშუალო სტატისტიკურმა რომელიღაცა ქალაქის, რიგითი ქალაქის გუნდმა, აი თუნდაც ვიტყვი ახლა გერმანიაში რო ხდება ხოლმე, ხო? აი ვიღაც ბავშვები შეიკრიბება სპორტსმენები და დებენ უზარმაზარ შედეგს უბრალოდ იმიტომ რომ გუნდად არიან შეკრული და გაერთიანებული არიან ერთი მიზნის გარშემო და ჩვენმა გუნდმაც იგივე დაამტკიცა, ხო ახლა არც ერთი მესი არ ყოლია, მაგრამ ქნეს, როცა საჭირო იყო რაღაც მომენტში ერთმანეთის სიყვარული თუ რა ვიცი ჯიბრით რაღაცა გააკეთეს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გესტუმრეთ. და იმეც ვიქონიებთ, რომ დიდხანს დარჩება კიდე ქართული თეატრი იმ ლოკომოტივად, რომელიც საკუთარ თავში ჩაგვეხედეს პირველ რიგში, იმიტომ რომ ალბათ ის დაკლოვანებები რასთანაც გვიწევს ხოლმე ჭიდაობა საკუთარ თავში, გაგრძელდება, რომ უკეთესი საკუთარი თავი მივიღოთ ბოლო-ბოლო. საბოლოო ჯამში. კი ბატონო, წარმატებები მოსურვოთ ვლაშანს. დააგემშვიდობ. კარგი რეცენზიები ბათუმის დრამატულ თეატრზე. არა, კრიტიკულიც სწორია რაღაც შემთხვევაში, იმიტომ რომ უკეთესი გახდება. ცოტნე ჩამოდის დღეს. და რომელიღაცა მაინც. ფაქტობრივად ქართულ თეატრის ეპიცენტრმა გადმოინაცვლა დღეს ბათუმში. კრიტიკა გვაუმჯობესებს, ვისაც ვფიქრობ კრიტიკა თეატრს. ყველას ჭირდება კრიტიკა. და ყურიც გვინდა იმისთვის, რომ გავიგონოთ კრიტიკა სწორად, თუნდაც უსამართლო.
ვაგრძელებთ გადაცემას. ეხლა ვით შემოგვიერთდა, რა თქმა უნდა, ხელოვნებაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თარიღია დღეს. ქართული თეატრის აღდგენის დღეა და ბათუმის დრამატული თეატრი 157 თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიწვიოთ ჩვენ სტუმრად კოტე მჟავია, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, რომელიც გაგვიზიარებს წლის გეგმას, მის დამოკიდებულებას. მოგზავნით კალანდას გილოცავთ, ბატონო კოტე. გილოცავთ, ბედნიერი იყოს ჩემი ფერი. თეატრის აღდგენის დღეს გილოცავთ. რამდენი მოსალოცი გვაქვს. კი ბატონო, ბევრი გაქვთ თქვენ მოსალოცი და ბევრი ინფორმაცია გვაქვს მაყურებლისთვის გასაზიარებელი. დასი ბედნიერია, დღეს პრემიერა, დარისპანის გასაჭირი, ყველა სულ მოუთქმელად ელოდება მაყურებელიც, მსახიობებიც ნერვიულობენ, რომ გაუზიარონ მაყურებელს ეს შემოქმედებითი პროცესი და ვისაუბროთ აი ამ შიდა დინებებზე, რომელიც სასარგებლო თემებს მოიტანს ჩვენ როგორ ბრძნობთ თავს თეატრში? ესო. როგორ თევზი წყალში. ბოლო 32 წელი. გილოცავთ შობა კალანდას, მერთო მრავალს დაგასწრო თქვენს ერთგულ მაყურებელს მიულოცავ და მართლა მიხარია რომ გამოძებნეთ დრო დაუთმოთ ჩვენს და ზოგადად თეატრზე სასაუბრო და მომიწვიეთ სტუდიაში. მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობის. რაც შეეხება დარისპანის გასაჭირს. გასაჭირით კი ხსნით სახელი. ოღონდ თეატრს დიდი დატვირთვა აქვს, ყველა შამახსენა კიდე. საოცრად დიდი დატვირთვა აქვს, არა მარტო ბათუმისთვის ზოგადად, ჩვენი დრამატურგიისთვის და 157 სეზონი, უკვე ციფრი მე მგონი საკმაოდ შთამბეჭდავად მეტყველებს და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ესა. თან კიდეთ ქართული თეატრის დღეს პრემიერა, სეზონის გახსნა იშვიათად მეგულება ალბათ საქართველოში თეატრი რომ ზამთარში ხსნიდეს სეზონს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს სეზონის ქალაქი გავხდით უკვე რამდენიმე წელია. კი ბატონო და მისასალმებელია და რა ვიცი ძალიან ნებათაღელოა ისეთი როგორც უნდა იყოს პრემიერის დღეს და თან ამას დამატებული თქვენ ხართ ჩემი ბატონი სეზონის გახსნა პლუს ამას დამატებული 2 ახალი წელი და გავლილი შობა. ყველაფერი ერთად, მაგრამ მე მგონი რომ თქვენ საუბრობდით ახლა იმ ერთსულოვნებაზე და ერთმუშტად და ერთი მიზნისკენ მიმართვაზე მთელი ძალების და მთელი თეატრი, აი ყველა რგოლი აბსოლუტურად ჩართულია საიმისოდ, რომ ძალიან საინტერესო შედეგი დაიდგოს ეს და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ღვთის მადლით ამ შედეგს დავდებთ, იმიტომ რომ სწორია ერთი მიზნისთვის თუკი მთელი გუნდი შეკრულია, იქ საქმე გამოდის და მადლობა ყველას, მართლა იგრძნობა ეს თეატრში, ყველგან იგრძნობა, ყველა რგოლში, რომ რაღაცა ყველა ესეთი სიხარული და სიყვარულით ელოდება აი ამ დღევანდელ როგორი საღამოს. მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ აი ესე გავხსნით თუ არა, ეგრევე ინფორმაცია ზიარდება, რეპეტიციის, პირადად მსახიობების, აი ეს პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაყურებელი რომ მოვიყვანოთ თეატრამდე, დღეს ყველა მაგალითად გაჯეთდა ზივართ და არა მარტო მაყურებლისთვის, მსახიობებისთვისაც ალბათ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ უდიდესი შრომაა, უზარმაზარი, აი ბატონი ავთოქარჩევაც ყავდა თვით დარისპანს რომელიც თამაშობს მსახიობის სტუმრად და თქვა რომ ღამის 3 საათზე ვასრულებთ რეპეტიციებსო. კი ესეა, ისე მოხდა რომ მე სადღაც 6 ნოემბერი იყო რომ დამნიშნეს ბათუმის თეატრში როცა მოვედი ამ თანამდებობა ქვია, ხო როგორც ქვია და კი ბატონო და რომ შემოვაღე ბათუმის თეატრის კარი და იდეაში მქონდა რომ 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს რადგან არ გახსნილა სეზონი, გამეხსნა პრემიერით, მაგრამ იმდენად ცოტა დრო იყო. სანამ იქ რაღაცები გავარკვიეთ რეჟისორები, სანამ სამხატვრო საბჭო ავირჩიეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გავიარეთ რაღაცა პერიპეტიები და შევთანხმდით ყველა რომ ჩვენ ერთი მიზნით, სიყვარულით უნდა ბათუმის თეატრი აგვეხმაურებინა კარგი გაგებით. გავიდა გარკვეული პერიოდი და ცოტა ეჭქვეშ გადგა 14 იანვარს გახსნა არ გახსნის სეზონი, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ რომ გაგვერისკა და ბატონმა გიორგი კაშიამ ამუნიჭერესმა კაცმა 24 დღეში თავის გუნდთან ერთად ეს ურთულესი მისია შეძლო და გავით მე მგონი დანარჩენს ვნახავთ რა გამოვიდა, რთულია 24 დღეში თან
ესეთ პიესაზე მუშაობა. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც აი დედლაინს როცა წარუდგენ, გაცილებით უფრო აქტიურად და ძლიერად მუშაობენ, არის ადამიანები, ვისაც დავუშვათ გეგმის მიხედვით მუშაობენ. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო და ერთგვარი, როგორ გითხრათ, ეს იყო, რა ქვია, საკუთარ თავთან იყო გამოცდა ჩასაბარებელი და ძალიან მაგარი შეგრძნება. კი, და ძალიან მაგარი შეგრძნება დარჩა და კი ესე გვიწევდა და რას თქვენ ბრძანეთ ამ პია, ყველა ჩართული იყო ხა ბატონი მიხეილ გაბაიძე რო არ ვახსენო არ შეიძლება, იმიტომ რომ ისე ააწყო აი ეს ყველაფერი ჩვენ სახეზე ვხედავთ ყველაფერს და რა ვიცი, მუშაობთ მოკლედ ყველა იქ ვიყავით, დამლაგებლიდან დაწყებული, მოლარით დამთავრებული, პიარის სამსახური, ყველა მსახიობი, ყველა აბსოლუტურად როგორც მსახიობები მორჩებოდნენ, მე რეიშლებოდა, მე მიდიოდი გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე არ შემიძლია რო არ აღვნიშნო, გარდა დარისპანის გასაჭერისა, პარალელურად პლუს 2 სპექტაკლი მზადდება და კიდევ სამი უკეთესი და მნიშვნელოვანი და ასევე უნდა მოიწიოთ საოცარი რეჟისორი, რომელიც შემოადგავს ჩვენს თეატრში ფეხს და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გაუზიაროთ მაყურებელს, იმიტომ რომ ბათუმის თეატრისთვის, მსახიობებისთვის, მაყურებლისთვის ეს იქნება ფეირვერკი. მე ვფიქრობ, რომ ისეთი რეჟისორი ჩამობრძანდება ახლა 18 იანვარს და შემდეგ კიდე ივლისის ბოლოს მეორე უცხოელი რეჟისორი. უბრალოდ არ მინდა სახელი და გვარის გაჟღერება, იმიტომ რომ ბოლომდე შეთანხმება არა ვართ ერთწეული. ამ რეჟისორის ჩამობრძანება ნებისმიერი თეატრისთვის და ნებისმიერი მსახიობისთვის ფეირვერკი იქნება და როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ თქვენს ეთერში თუ მომიწვევთ ან მე ან რეჟისორს ეგრევე უნდა შეგვატყობინოთ თქო როგორც კი მიაღწევთ აუცილებლად ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. სამი სპექტაკლი არის კიდე ჩაშვებული რეპერტუარში, ხო რა ვიცი, ჩვენ დიდი ხანია თეატრს ვემსახურებით ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ალბათ რა ვიცი, თითქმის არც მახსენდება ერთდროულად 4 პრემიერა, რომელმა თეატრმა ჩაუშვა ერთად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესია. გარდა ამისა, უკვე როგორც კი მეოთხე სპექტაკლის ბოლო 10 დღე დარჩება გამოშვებამდე უკვე ბატონ გოჩა კაპანაძესთან მიღწეულია შეთანხმება და ბატონი გოჩა დაიწყებს მეხუთე სპექტაკლს და სათვალავში ავირეო რა კარგია. მოკლედ ივლისის ბოლომდე ძალიან გვინდა რომ 7 პრემიერა ვაჩვენოთ ბათუმის და არა მარტო ბათუმის მაყურებელს და მე მგონი ჩვენ ამას შევძლებთ. შვენიერი. ბატონო კოტე, არ შემიძლია რომ არ კითხოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად მსახიობი ბრძანდები. დიახ. ძალიან დიდი ხანია სცენაზე ხარ და რამხელა პასუხისგებლობაა თუნდაც ეს დირექტორისთვის, აი თანამდებობისთვის ესე თვალებში და როგორ გეხმარებათ ეს ყველაფერი დასთან ურთიერთობაში? თორე თავად იცით რა ტკივა და რა უხარია თუ საინტერესოა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. გამიჯნაში რას გულისხმობთ? თანამდებობა უნდა გაიმიჯნოს მსახიობობის. რა არის იცით, მე იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ თუ გამიჯნაზე მიდგება საქმე, არც ერთი თანამდებობა არ მიღირს სამაგისტროთ, მე სცენაზე დავრჩები მაინც. ისე რთული უფრო რომელია დავშოთ მსახიობი რო ხდება მართველ რგოლში თუ რეჟისორი? რომელიც დაუშვათ მიჩვეულია. თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს და ერთად ძნელია. მსახიობებს ცოტა ნაკლებად აქვს ეს ფუფუნება, რომ დირექტორებად გახდეს ხოლმე. თუმცა შეუძლია როლი მოირგოს. ხო, იშვიათი შემთხვევები, იშვიათი გამონაკლისები არის ხოლმე და წეგან ბატონმა ლაშამ სწორად ბრძანა, ჩემ მსახიობებს ცხოვრებაში თამაში გვიჭირს ხოლმე და ვერ ვიდგებთ ხოლმე ამ როლს. ძალიან საინტერესო გამოწვევაა, მინდა გითხრათ. თუმცა მე დაახლოებით 27 წლიანი გამოცდილება მაქვს აიმისოთ, რომ მე თვითონ კერძო თეატრი მაქვს დედაქალაქში, ლიტერატურული თეატრი და იქ უძღვები უკვე 27 წელია ჩემს თეატრს და გარკვეულწილად აი ეს გამოცდილება დამეხმარა, რა თქმა უნდა და კიდევ გეხმარება, რომ შენ თვითონ მსახიობს უფრო ადვილად გესმის შენი კოლეგების სცენა, ბოდიშვიხტი, მაგრამ ეს ესე ყოფილა თურმე და რა ვიცი. ვცდილობთ და ვეცდებით ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის მოусმინოთ და ერთმანეთის ტკივილი და ერთმანეთის სიხარულის თანაზიარნი გავხდეთ. ხან გამოგვივა, ხან არ გამოგვივა, მაგრამ უფრო ხშირად მე მგონი რომ გამოგვივა. თავარია მოусმინოთ ერთმანეთს. თეატრმცოდნები ისეთი კომპლიმენტი თქვა ბათუმის დრამატულ თეატრზე, რომ დასი ბედნიერიაო, ფუსებსო და საოცარი წელი ექნებაო.
და აი ამ კალანდობას ასრულებული იყოს ლაშას სიტყვები. კი და მე მაინტერესებს იცით რა თეატრის პოპულარიზაციაზე გაუსვა მე ხაზი და სოციალური ქსელი ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ რატომღაც მე რა მგონია შეიძლება არ იყოს ახლა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვფიქრობ რომ აი ეს პრემიერაზე ნიშნავს იმას რომ მაყურებელი მუდმივად ითხოვს თეატრისგან სიახლეს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის როდესაც კარგზე ვსაუბრობთ, იქ რაღაცა პრობლემებითაც ვინტერესდებით ხოლმე და ყოველთვის ვახსენებდით, რომ თეატრს აკლია მაყურებელი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. თუმცა მაინც მინდა კითხოთ, საჭიროა კიდე მაყურებლის მოყვანა თეატრში თუ თავად უკვე თავისინებით მოდიან? იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემებს, რომ ბილეთები არ არის ხოლმე. ბილეთები არ არის. ეს სასიხარულო ფაქტია. უკვე მაყურებელი მოსაყვანი აღარ არის თეატრში. დღეს ისეთ ადამიანებისთვის მომეწია უარის თქმა, რომ შემრცხვათ. ესე კი აზრია აქვს, რო გთხოვ. არა, დღეს ნამდვილად არის. ხვალ ჩემი ადგილი მაქვს ორი დარჩენილი და დიდი სიამოვნებით დაგითმობ. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, შეიძლება სოციალური ქსელზე უფრო ასე ვთქვათ, ასაკიანები ვარ ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ რაღაცნაირად ავუწყვეთ ფეხი, ავად თუ კარგად ამას და ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რასაც ლაპარაკობდით, რომ ანუ იდება რაღაც ვიდეოები რეპეტიციებიდან, რომ დავინახო კიდევ ერთხელ და განვასხვაო დაუშვათ მსახიობი და როლი. იმიტომ რომ ხშირად ახლა ბავშვობაში ხდება ისე რომ რაღაც ფილმს რო უყურებდით, სპექტაკლს რო უყურებდით, ის ვინც თამაშობდა, ან გძულდა, ან გვიყვარდებოდა და სულ გავიწდებოდა რომ ის ადამიანს თავისი კატა ყავს სახლში, ბავშვი ყავს სახლში, ცოლი ყავს სახლში, თავისი პრობლემები აქვს, ქმარი. ანუ მის როლში ვხედავდით ხო და როლს და ამ როლს ვერ ჩოდით და ასე ვხედავთ რომ დავუშვოთ აგერ მერი თამაშობს ვიღაცას და კაცო ის ვიღაცა შეიძლება მძულდეს, მაგრამ ამას რას ვერ ჭი, ხო? და ანუ დღესთან ისეთი საზოგადოება იზრდება და ისეთი ადამიანები იზრდება ბავშვებზეც ახლა რომ ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ მათ აინტერესებთ სიმართლე, იქ რა ხდება, ყველაფერი აინტერესებთ ყველგან და როცა ამის საშუალება თან აქვთ, კიდევ უფრო გულწრფელად მოდიან დაუშვათ იმ სპექტაკლის სანახავად, იმიტომ რომ მე მოვდივარ შენი ასე ვთქვათ როლის სანახავად, პრობლემის სანახავად და იმის სანახავად თუ რამდენად განსხვავდება დაუშვათ ეს თამაში რეალობისგან და პირიქით. კი ბატონო, ეს იმდენად დიდი თემა და იმდენად ამოუწურავი თემაა მაყურებლის და თეატრში შემოსვლის და ასე შემდეგ. დღეს ცოტა ეს პრობლემა ნაკლებად დგას, ვიდრე იდგა რამოდენიმე წლის უკან ამაში გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ეხმარება ახლა რასაც სოციალური ქსელი, იმიტომ რომ დღეს სოციალური ქსელი არა მარტო თეატრს, აბსოლუტურად ყველაფერს ეხმარება და ამის გარეშე წარმოუდგენელია დღეს რაიმე აქტივობისთან ურთიერთობა გქონდეს. მაგრამ თავარი და მთავარი არის მაინც სპექტაკლი. როცა სპექტაკლი არის ხარისხიანი და კარგი, დანარჩენი უკვე არის ყველაფერი დამხმარე იმის იქეთ. ერთი საინტერესო მომენტი კიდე რა ფიქრობ რამაც დააბრუნა მაყურებელი თეატრში, რომლის პრობლემა ძალიან დიდად მქონდა და მე ამასთან პირდაპირ შეხება მქონდა ბოლო 27 წლის განმავლობაში, რამე თუ ჩემი თეატრი ბავშვებს ემსახურება და სკოლის ასაკთან მაქვს ურთიერთობა, მე ხედავდი როგორ იზრდება ეს ბავშვები და როგორ იზრდება მათი დამოკიდებულება წლიდან წლამდე თეატრის და სპექტაკლის მიმართ. რასაც ვფიქრობ, მე ვფიქრობ საზოგადოება მიხვდა და ხვდება თეატრის ამ იდუმალი სამყაროს როლს, გნებავთ მის ცხოვრებაში და გნებავთ ამ ხელოვნების ძალიან იდუმალ როგორი ამბავია, იცი, ფაქტიურად თეატრი არის მსოფლიოში აი კომუნიკაციის პირდაპირ კომუნიკაციის ბოლო საშუალებაა დარჩენილი, რომელიც ფლეშკაზე არ იწერება. ამიგეთ, ეს ცოცხალი ორგანიზმია და ეს იმდენად საინტერესოა და რაღაცნაირად ამ იდუმალ სამყაროში უკვე თუ კი სპექტაკლიც იქ ხარისხიანი ხდება ადამიანს, უკვე ინტერესი ჩნდება. ინტერესი ჩნდება უკვე მომავალ თაობაში და ის უკვე პირველი შემხებლობა მას თუ თეატრთან ამ იდუმალმა სამყარომ დაამკავშირა, ის მუდმივად დარჩება თეატრის მაყურებლად და დანარჩენი ალბათ დროის საკითხია და მე ვფიქრობ, რომ
ჩვენ კარგ სპექტაკლზე ბილეთს ვერ ვიშოვეთ. არა მარტო ბათუმში, არც ერთ ქალაქში. ძალიან შვენიერი. არაჩვეულებრივი. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი დაგემშვიდობებით და აი ასეთი კარგი დღით, ესეთი შემართებით, როგორც არის თეატრი, მაყურებელი, სოციალური ქსელი, თეატრმცოდნეების შეფასება, სულ ესე ყოფილიყოს, იმიტომ რომ შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. სულ ნახევარ წუთს აგართმევთ. პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, რომ მოწვევისათვის და ამდენი დრო დაუთმეთ თეატრზე სასაუბროთ. მე მინდა მთელ ქართულ სათეატრალურო სახელოვნებო სფეროს მიულოცო დღევანდელი დღე და წარმატებული სეზონი მინდა უსურვო თითოეულ მათგანს. მე მინდა მადლობა უთხრა ჩემს თეატრს, ჩვენს თეატრს, ყველა მის თანამშრომელს მიულოცო შობა კალანდა და უსურვო წარმატებები ამ სეზონზე და ზოგადად მთელი მისი არსებობის მანძილზე და მე მინდა ყველას მადლობა უთხრა გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ თვალსაჩინო არის ჩვენი თეატრის მიმართ გვერდში დგომა, როგორც კულტურის სამინისტროს, ისე აჭარის მთავრობის და ყველა ადამიანის რაღაცა ისეთი გულანთებული და რაღაცა შემართებით არიან ჩვენს მიმართ და ყველას, აბსოლუტურად ყველას უღრმესი მადლობა იმისათვის, რასაც დღეს ჩვენ ვიხილავთ და რასაც ჩვენ ამ სეზონზე ვიხილავთ ჩვენს თეატრში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, დავამშვიდობოთ ჩვენ სტუმარს და დავბრუნდებით რამდენიმე წამში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ საახალწლო თემიდან რაღაცნაირად ვერ გამოვდივართ ხოლმე და აუცილებლად ეს თემა უნდა დავიწყო ასე. ყველა ბავშვისთვის საოცნებო არის, როდესაც ახალი წლის დღეებში თოვლს. და რაღაცნაირად აი თოვლი და ახალი წელი განუყრელი არის ჩვენთვის არა მხოლოდ ბავშვებისთვის და ვოცნებობდით რომ ნეტა გათოვდეს, მაგრამ არა. თუმცა არსებობს ასეთი სპორტი, რომელიც მუდმივად ხო, ეს გაყინულია. კი, მაგრამ გიქმნის იმ განწყობას, რაც პირობითად გვინდოდა და არ მოგცა ბუნებამ ეს ბუნებრივად. დაახლოებით 2 დღის წინ გადავწყვიტე, რომ ბავშვი წამეყვანა ყინულის სასახლეში, რომელიც ბათუმს არაჩვეულებრივი დარბაზი აქვს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს ეს გამოცდილება, რომ დავკავდი ამ სპორტით, თუნდაც მოყვარულის დონეზე არ ვიცი, თუმცა უდიდესი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ მე იქ დავინახე ბავშვები გაბრწყინებული სახეები და არა მხოლოდ ბავშვები, მოზარდები, ზრდასრული ადამიანები, თუ როგორ სრიალებდნენ, რა ბედნიერები იყვნენ, რამხელა ენერგიას იღებდნენ, რა თქმა უნდა, კარგ ენერგიას და ეს არის ულამაზესი სპორტი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით. ასევე არის ერთ-ერთი ურთულესი სპორტი, გარდა იმისა, რომ ლამაზი არის, ამ სპორტსაც ახლავს თავისი გამოწვევები, ასე შემდეგ ჩვენ გვყავს ამ სპორტში წარმატებული სპორტსმენები და მადლობა ამისთვის მათ, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდებში, აი რაღაცნაირად უყურადღებოდ დარჩენილი სპორტის სახეობები წინ წამოვიდა, საინტერესო არის როგორი არის დღეს ამ სპორტის მიმართ დაინტერესება, რა საკიდან შეიძლება, რომ ბავშვები დავაკავოთ ფიგურული სრიალით, რა უარყოფითი მხარე შეიძლება უარყოფითი მხარე არ ექნება, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ზედით ჯანმრთელობა თუ არ შეიძლება სტრიალი განსაკუთრებით იმ ბავშვისთვის, რომლებსაც აქვთ ბრონხული პრობლემები, სწორად ვამბობ, პატა, მაინც მედიცინასთან ახლოს შენ ხარ. ვიცი. ბრონხების პრობლემა კი როცა აქვს, ხო ეს მე გავიგე ბოლო რამოდენიმე წელია და ძალიან გამიკვირდა და ამადროულად გამიხარდა კიდევაც. მოკლედ, უნდა ვისაუბროთ ფიგურულ სრიალზე, სპორტზე, რა გამოწვევების წინაშე დგას, როდი შეიძლება რომ მივიყვანოთ ბავშვი, როდის არის უკვე დაგვიანებული და როგორი პერსპექტივა აქვს სპორტს ამ სპორტს ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ, უნდა შემოგვიერთდეს ლეილა ჩოფიკაშვილი, მწვრთნელი. მოგესალმებით თუ შეიძლება გამარჯობა. უფრო ვრცლად. დღემშვიდობისა მოგესალმებით.
მადლობა მოწვევისთვის. მადლობა პირიქით თქვენ. და მე ვიყავი თქვენი სტუმარი და ვერ ვალავ იმ აღფრთოვანებას, როგორი განწყობითაც წამოვედი იქიდან. მოკლედ, მოდით ვისაუბროთ ფიგურულ სრიალზე. როგორი სპორტია, რამდენად დიდი შრომაა საჭირო, რა ასაკიდან შეიძლება რომ ბავშვი შემოვიყვანოთ პროფესიონალური მიმართულებითაც რომ წავიდნენ და თუნდაც ეს იყოს სამოყვარულო და რამდენად პოპულარულია ეს სპორტი დღეს საქართველოში? ვფიქრობ, რომ თანხმდებით ყველა, რომ ულამაზესი სპორტის სახეობა. ამასთან ერთად ჯანმრთელობისთვის სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან სასარგებლოა. არა მხოლოდ ბრონხებისთვის, არამედ ალერგიული ფონებისთვისაც, ასევე ორგანიზმის სწორად სრულყოფილად განვითარებისთვის. მართლა ძალიან სასარგებლოა. მით უმეტეს ბათუმში, იმიტომ რომ ჰავის გამო დაგვიანებული, როგორც ასე ფიქრობ, რომ არასოდეს არ არის, ყინულზე დადგომა და სრიალის სამოყვარულო დონეზე ყოველთვის შესაძლებელია და შეიძლება. მთავარია სურვილი. სპორტის კუთხით ზოგადად 4 წლის ასაკიდან ვიღებთ ბავშვებს, 4-5 წლის ასაკიდან. რა თქმა უნდა 7-8-9 უკვე ითვლება, რომ დაგვიანებულია, მაგრამ როცა ძალიან დიდი ნიჭია ბავშვი, მაშინაც არ არის სავარაუდოდ დაგვიანებული. ძირითადად 4 წლის ასაკიდან აგვყავს ბავშვები, არის სამოყვარულო ჯგუფები ჩვენთან. იწყებენ სრიალს, ეუფლებიან ამ სპორტის სახეობას, მერე ხდება გადანაწილება, ამორჩევა ბავშვების სპორტულ ჯგუფებში, სინქრონულ ჯგუფში, დასის ჯგუფში, ასევე ჰოკეის სექცია გვაქვს. ძალიან დიდი დაინტერესება ამ კუთხითაც და ვფიქრობ, რომ ყველას სურველი თავის სასურველ მიმართულებას გამონახავს და მიყვება ბოლომდე ამ ლამაზ სახეობას. კი ბატონო, ყველა სპორტს ახლავს თან ტრავმა. გარკვეული სხვადასხვა სპორტის სახეობების განსხვავებით. ამ სპორტს რა სახის ტრავმები ახლავს? ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ტრავმულია ეს სპორტი, კი, რა თქმა უნდა, ყველა სპორტს ახლავს მაგის საშიშროება, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული ტრავმული და საშიში და ესეთი ნამდვილად არ არის. ნუ ჩვეულებრივი, როგორც ყველა სპორტს, იქ ფეხი გადაუტრიალდა, იქ რაღაცა წაიქცა ძირითადად ესეთი. ანუ ემოციური ტრავმა უფრო ხშირია ვიდრე ესეთი არის ძალიან ცოტა ახალბედებისთვის ეს ტრავმა, ემოციური ტრავმა ძალიან მალე გადადის. როგორც კი ბავშვი გრძნობს თავს ყინულზე თავდაჯერებულად და ეს საკმაოდ სწრაფად ხდება რამოდენიმე დღეში, სულ რაღაც რამოდენიმე გაკვეთილში, პირიქით ძალიან ემოციური დიდი ფონი, სასიამოვნო ფონია ყოველთვის. ახალბედები ახსენეთ, დაითვალიან მოყვარულები, რომლებიც მოდიან და მწვრთნელის გარეშე შედიან. და ამ კითხვას სპეციალურად სვამ, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ მაგალითად აი ბაკორიანში ვიყავი ახლა წასული და ბავშვთან ერთად ვისვენებდი და დავინახე რომ რა თქმა უნდა იყო იქ ესეთი სასრიალო მოედანი და მწვრთნელის გარეშე შედიოდნენ ბავშვებსაც მწვრთნელის გარეშე უშვებდნენ მაგრამ ვინც გადალახა დადგა რა თქმა უნდა კარგად ნობდა თავს, მაგრამ იყო რამოდენიმე ფაქტი, რომ დაუშვათ ასრიალდა ბავშვი, თავი დაარტყა. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის პასუხისგებლობაც, როცა ხედავს, რომ მაგალითად ბავშვი ვერ სრიალებს და თუნდაც შეიძლება უფრო მეტი გადაიხადოს, მწვრთნელი აიყვანოს და იყოს დაცული. აი, აქ არის საშიშროება ტრავმების და არა მარტო ბავშვები, თუნდაც აი შესაძლებელია მე შევსულიყავი, დამეზოგა თანხა, მაგრამ ისე ავსრიალულიყავი, რომ აი ტრავმა მიიღო მართლა და იყო იქ რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც მართლა მიიღო ტრავმა, ერთ ფეხი გადაუბრუნდა, იყო ადამიანი, რომელსაც შუბლი დაარტყა და საოცარ მდგომარეობაში იყო ისე, რომ გული გამიჩერდა ლამის ნერვიულობისგან. აი პასუხისგებლობა ჩვენი მოყვარულებისთვის როგორ არის? აი როგორ უნდა მივუდგეთ, რა არის სწორი? სავარაუდოდ როგორც სპორტის სხვა სახეობებშიც, თუნდაც ცურვაში, ასევე ფიგურულ სრიალშიც, რა თქმა უნდა, სასურველია მწვრთნელმა სწორი მიმართულება მისცეს ბავშვ თავიდანვე, სწორად დააყენოს ბავშვი ყინულზე, ციგურზე, რაც ბევრად შეამცირებს ტრავმის საშიშროებას.
ანუ აუცილებელია თუ ვერ სრიალებ პირველ ჯერზე აიყვანო წუთელი და ანუ არ იყო იმ მდგომარეობაში რომ უნებრივია ეს ერთხელ არის წაიქცე, ორჯერ როგორც წაიქცე, საკუთარი თავის, ასევე შენი შვილის უსაფრთხოება და ვფიქრობ, რომ აუცილებელია პირველ ან მეორე ეტაპი მაინც მწვრთნელთან ერთად გაიაროს ბავშვმა. ახლა ვისაუბროთ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებზე და მათ მიღწევებს და ზოგადად საქართველოს ამ სპორტით რამდენად პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა ამ ეტაპზე ოქროს ხანა უდგას საქართველოს სამსპორტის სახეობაში, იმიტომ რომ ყავს ძალიან წარმატებული გუნდი, ჩვენი საქართველოს ნაკრები, რომლებიც აი ახლა უკვე არიან ევროპის ჩემპიონატზე ინგლისში და ძალიან მაღალ შედეგებს სველით. ოლიმპიური სეზონია წელს და თებერვალში სტარტს იღებს ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ქვეყნის, ესე იგი, ყველა სახეობაში ფიგურულ სრიალს აქვს ერთეულთა თანრიგებსანები არიან და ასევე წყვილებში, მოცეკვავით და წყვილები გვყავს და სპორტული წყვილებიც, ანუ ყველა კატეგორიაში გვყავს სპორტსმენები. ყველა კატეგორიაში მივიღებთ მონაწილეობას. ეს მოახერხა მსოფლიოში 5 ქვეყანამ და ერთითი არის საქართველო. ანუ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მხოლოდ მარტო ის, რომ ყველა კატეგორიაში გვეყოლება მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა ლიცენზიები და გვეყოლება წარმომადგენელი. სხვათა შორის მე ბავშვობაში ვაცნობდი, ბალერინა რომ ვიყავი, მინდოდა ეს სრიალი და არ იყო ეს ფუფუნება. ანუ ჩემ თაობაშიც, ჩემს მეგობრებსაც ჰქონდა სურვილი, მაგრამ მახსოვს, რომ უამრავი შეჯიბრი გადიოდა, ძალიან აქტუალური იყო, აი პაატა მახსენა, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად სოციალურ ქსელში ტელევიზორთან რომ დავждებოდი ხოლმე, სულ ვუყურებდი და ვიყავი შოკში, როგორ სრიალებდნენ და როგორ ტრიალებდნენ, მაგრამ სრიალებდნენ, მაგრამ ეზოდან რომ გამოდიოდით, მაშინ როდესაც თოვლი არ იყო ალაგებული ქუჩებში, მაგალითად მოყინული იყო. აი ძალიან საინტერესო. ბათუმში არ იყო, თბილისში იყო ეს მახსოვს. ძალიან საინტერესო პრობლემა წამოჭერით. ახლა მე როგორც ვიცი, იყო პერიოდი, როდესაც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა წყვეტა საქართველოში, იმის გამო რომ არ იყო ყინულის დარბაზი და ამის გამო ძალიან ბევრი კარგი და წარმატებული სპორტსმენი დაკარგა საქართველოს, იმიტომ რომ დატოვეს ქვეყანა და წავიდნენ. თუმცა ბოლო დროს მე მხვდება ადამიანები, რომლებიც დაბრუნდნენ და ისევ ზრუნავენ ჩვენს სპორტსმენებზე. ეს პრობლემა ახლა აღმოიფხვრა, გასაგებია ბათუმსა და თბილისში არის, როგორც ვიცი, მხოლოდ ყინულის დარბაზი, ხო? ქუთაისშიც არის, ხო? ძალიან კარგია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დარბაზები გვაქვს, ისევ დაუბრუნდა ადამიანი ამ სპორტს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამდვილად ბოლო წლებში. რაიმე გამოწვევის წინაშე თუ დგას ჯერ კიდევ. შეიძლება უბრალოდ არ ყოფნით დარბაზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა არის და ეს ძალიან სასიხარულო იქნება. რამოდენიმეა საჭირო. ხო, რამოდენიმეა საჭირო. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რამოდენიმე წლის წინ საერთოდ ფაქტიურად გაჩერებული იყო ჩვენთან ამ სპორტის განვითარება. იყო მხოლოდ თბილისში, ისიც არასტანდარტული პატარა საციგურავო მოედანი, სადაც ჩვენ თვითონ გავიზარდე. შემდეგ აშენდა გაბერილი ბუშტი იყო ბათუმში, გემახსოვრებათ. და დაგვიდგა ალბათ ჩვენი ფედერაციის წარმატების, სწორი მენეჯმენტის, ჩვენი გუნდის საერთოდ დიდი დაუღალავი შრომის შედეგად და მოიტანა ის სწორი ყველაფრის გამო აშენდა ეს არაჩვეულებრივი მოედნები, თუნდაც ბათუმში, თუნდაც თბილისში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავდექით მართლა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევის წინ თებერვალში, როცა ბათუმმა უმასპინძლა ოლიმპიურ ფესტივალს, იუნიორთა ოლიმპიურ ზამთრის სახეობაში ფესტივალს და ჩვენმა წარმომადგენელმა ინგა გურგენიძემ მოიპოვა ოქროს медаლი, არაჩვეულებრივად ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლა ბათუმმა ამ ფესტივალს და ძალიან კმაყოფილი იყო ყველა. შემდეგ უკვე მოყვა ამას ჩელენჯის სერიის ტურნირი ჩატარდა თბილისში. და იქაც ჩვენმა სპორტსმენებმა ყველა სახეობაში ოქროს მედლები მოიპოვეს.
და ახლა ვდგევართ კიდე ძალიან საპასუხისმგებლო გამოწვევის წინ სექტემბერში ტარდება ბათუმში, ბათუმი იყო გადაწყვეტილი, ტარდება იუნიორთა გრან-პრის ეტაპი. ძალიან საპასუხისმგებლოა ნამდვილად, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე წარმატებით გავართვებთ თავს. და აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ მაყურებელს ეს აინტერესებს და ბევრ ასევე მშობლებს, რამდენად ძვირადღირებული სპორტია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც ითვლება ძვირადღირებულ სპორტად. ზოგადად ცნობილია, რომ ეს სახეობა არის ძვირადღირებული სპორტის სახეობა და მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან და დიდი საშუალება აქვთ სპორტსმენებს, ბავშვებს, მოყვარულებს, რომ აიდგან ყველანაირ გამოწვევაზე წავიდნენ, ანუ გავდივართ უამრავ ტურნირებზე, შეჯიბრებზე, ტრეინინგებზე და მართლა ძალიან დიდი მადლობა. რო არ იყოს ეს მხარდაჭერა, ეხლა რომ გისმენთ, ეგეთი კითხვა დამებადა, რომ რა კი არ იყო ბათუმში და იყო პრობლემა წლების წინ, შესაბამისად არც იქნებოდა მწუწნელები და ალბათ როცა გაიხსნა, მოწვევა გახდა სავალდებულო. ეხლა რა მდგომარეობა აი ამ კუთხით? ჩვენ ასე ვთქვათ, ძირითადი მწუწნელები, დიახ, ჩვენ ჩამოვედით თბილისიდან ბათუმში. და ასე ვთქვათ, ამ ჩვენი საქმის სიყვარულმა ბავშვებმა ამდენი წელი გადმოგვიყვანა, დიახ და უბრალოდ ეხლა წამოვიდა თაობა ჩვენი აღზრდილი, ასე ვთქვათ, სპორტსმენები, მოციგურავეები, რომლებმაც შეისწავლეს უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე ეს საქმე, გაიარეს ტრეინინგები და დაიწყეს მწვრთნელობა უკვე აქაურმა ბათუმელმა ბავშვებმა. ძალიან კარგი, გიჟდები მათ ფორმებზე, იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირად თვალის მომჭრელად გამოიყურება, რომ აი ვაიგივებ ხოლმე სპორტულ ცეკვებთან, თითქმის დაახლოებითი ფორმა აქვს, ამიტომ ვიძახი, რომ ულამაზესი სანახაობაა, გარდა ლამაზი სანახაობისა ძალიან კარგი სპორტი არის, სპორტი რომელიც ამავდროულად სპორტიც არის და თან შენს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ. თვალყურს გადავნებთ წლის განმავლობაში. საომავლო გეგმებზეც ვფიქრობ, რომ უკვე ვისაუბრეთ. დავემშვიდობოთ ახლა ჩვენს სტუმარს და რამდენიმე წამში ისევ ჩვენ დავბრუნდებით ანონსის შემდეგ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რთული ბედისწერა და კეთილი ადამიანები, უიმედობა და ხსნა. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, კერძოდ გაგრიდან. მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა და რთული დღეებისა, რაც აი ამ დევნილობის პერიოდს მოჰყვა, დედამ მარტო მამის გარეშე ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის საუკეთესო მომავალი მოეცა. შრომა და ვარსკვლავური ეპიზოდები. გზა, რომელიც ბნელი გვირავიდან დაიწყო და სიკეთემ გაანათა. პირდაპირ ტრანსლაციის მეშვეობით ვაშუქებდი სანრემოს ფესტივალს ყოველდღიურად და მქონდა შესაძლებლობა ჩამეწერა ცნობილი იტალიელი არტისტები. რიკი პოვერი, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, The Colors, მათი სიმღერა იტალო დისკო, რომელიც ქართველებმა შემდეგ გადააქართულეს ქართული დისკო. Ciao, buonasera. Buonasera, signor Silvano. ორი სამშობლო. ზრუნველობის მაგალითები და მიზანი, რომელიც ასიახლოა. იტალიელებს და ქართველებს ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან. და ეს ერთი საერთო კიდევ არის მუსიკა, რაც თითქოს გვაკავშირებს ერთმანეთთან. ნახეთ ერთი ემიგრანტი გოგონას ისტორია აჭარის ტელევიზიით. ოცნებები ხდება, თავარია დაიჯეროთ. ვისურვებდი, რომ ყველა ემიგრანტი ძალიან მალე ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში დაბრუნდეს.
ანონსზე ცეკვა თუ მოგიხერხებიათ. და ანონსზე ცეკვა და სხვადასხვა ერთი რაღაცაზე დავფიქრდი ახლა, როდესაც ანონსი გადიოდა, რომ განსხვავებით სპორტისგან ხელოვნებაში არასდროს არ არის გვიანი არაფრის კეთება. ანუ იმას გულისხმობ, რომ დაუშვათ სპორტსმენი რაღაც ასაკიდან მწვრთნელობაში მიდის, სპორტს სხვა მხრიდან უწევს პოპულარიზაციას და ხელოვნებაში შეიძლება დაუშვათ 105 წლის ასაკში აიღო ოსკარი, აიღო გრემი, აგრძელებდე დირიჟორობას, ან ნებისმიერ ამას შეიძლება აკეთებდე და არის ადამიანები, რომლებიც უწყვეტად აკეთებენ ამ საქმეს 10 წლეულობის და ზოგი აღოთ გამონაკლისის შემთხვევაში 100 წლეულობის შემთხვევაში. ჩვენი სტუმრებია ზუსტად ასეთები, რომლებიც 50 წელიან თითქმის ემსახურებიან ბავშვობიდან, ფაქტობრივად ლამის დაბადებიდან ემსახურებიან ხელოვნებას, კახა ფირცხალაშვილი და ნატო თურმანიძე, ყველასთვის ცნობილი ამ ქალაქში და არა მარტო. და ამის გარდა კიდე ის არის, რომ თქვენ ჯილდო მიიღეთ როგორც წლის ხელოვანი. კი ბატონო, მოგიყვებით, მოგესალმებით. ბათუმო. ხო, კიდე ერთხელ მოვახსენა, ისიც უნდა მეხსენებინა, რომ ჩვენ თანამშრომლებიც ვართ. კი ბატონო, რაც მე ამაყება. კი, მუსიკალურად რაღაცეები აქ რო ფორმდება, ეს კახოს დასახულება და ნატოს. ეს არ დაგვავიწყდეს. ესე იგი, მოგიყვებით ახლა მაგჯილდოსთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქის მერია. ხელს უწყობს ინიციატივებია, ასე რომ ხელოვან ხალხს პროექტებს ახორციელებებს. ორი მიუზიკლი დავდგით საბავშვო, იქ იუმორისტული ხარხარ შოუ იყო, მერე ფრიდონ ხალვაშის 100 წლის თავზე კარგი სიმღერა გამომივიდა და ჩემი ნატოს კლიპი გადაუღეთ ამბავი და ნუ მოკლედ აი ამ დიდმა ჩემმა ბევრმა შემოქმედებამ რაღაცაში გამოიჩინა თავი და მოკლედ ძალიან გამახარა და ეს სხვათა შორის როდესაც ასე აღიარებას გაძლევენ უფრო მეტი პასუხისგებლობაა. რომ უფრო მეტის გაკეთება გინდა და უფრო მეტი მინდა ახლა რომ გავაკეთო, რომ უღრმესი მადლობა უთხრა მართლა რომ აი დამსახურებაც მომცეს, ხელოვანი ამავე და ამი ვიტენები და უფრო მეტის გაკეთება მინდა კვირდებით. და ისიც რამდენად დაგეხმარა კახა ცხოვრებაში იმან, რომ ხელოვანების ოჯახში, ხო, აქეთ ბიძიაც, ანუ ცნობილი მოცეკვავე დედაც ვიცით, ხო, ანუ პირველად სიმღერას სხვათა შორის შევეხე კალპტონ ციალასთან. მერე კლასში ვიყავი, ჩვენ სკოლაში მოვიდა და აღმოჩნდა, რომ გუნდში მოხვდით და მაშინ პირველად იმღერე და მაქედან გამიჩნდა სურვილი, მერე ხალხურ გუნდში მოხვდარიყავი სხვათა შორის. სხვათა შორის ჩემ ოჯახში ხო როგორ იყო, იცით, ეხლა, როდესაც რაღაცა ჯდომა გვაქვს, უფრო გვაქვს, ყოველთვის ყვები ამას, რომ აი დედაჩემის მხრიდან მე პატარა ვიყავი, მაგრამ ახსოვს სულ ხან ცინცაძე თამადობდა თაქთაქიშვილი ამბავი. მერე ჩემი ძმაც კონსერვატორია დამთავრებული, იქ რომარ ცხილაძე ბიჭები სულ იკრიბებოდნენ, ახლა მეც გავაგზელე ეს და მოკლედ ჩემი სახლის კედლები ხელოვნების სურნელითაა ავსებული, ასე რომ შეგიძლიათ დღეს ძველი ახალწელს მესტუმროთ და კარგი მანავის წვარე დაგაგებუნებიოთ. ძალიან საინტერესო გამოწვევის წინაშე დავდექით, ახლა ვაპირებდი მე თქვა თქვენთვის, რომ აქტიურად გიყურებთ Facebook-ზე. თქვენს ატვირთულ ვიდეოებს უყურებ ხოლმე და ბევრი ისეთი დასამახსოვრებელი ვიდეო შემხვდა. სასწაული დილათენდება ალბათ თქვენ სახლში ყოველდღე. იმიტომ რომ ანუ ისეთი ენერგია და განწყობა და მუხტი მოდის ხოლმე აი ამ რაღაცა უწყინარი და თუნდაც 2 წუთიანი ვიდეოთი რომ არ ვიცი ნამდვილად თქვენ ხართ ხელოვნება და ხელოვნება ხართ თქვენ. ამის დამსახურებაა ფერს და მადლი ღმერთს. კი. სულ გიხარია ყველაფერი. ხო ამბობენ ხოლმე რომ ანუ ხშირად მეუღლე მამაკაციო, ქალისთვის კიდე ერთი ბავშვია სახლშიო და თქვენთან როგორ ანუ ამდენი სულაზე ბავშვებში. მე ესე რაღაცას ვიტყვი რომ ხალხს რო ეტყვია რომ ხალურ ბედნიერებას გისურვებთო, ნამდვილად მე ბედნიერი ხალი ვარ რომ ახლა არის ჩემი მეუღლე. ისე თქვენთან საქმე როგორ იწყება დილას? ანუ ხო მაგალითად არ ვიცი ბანკის თანამშრომელი ხა იგვიძებს დილის 7 საათზე რა კოსტოს ჩაიწოს, ყავას დავეს, მიდის და მთელი დღე ამ რაღაც ამბებშია. ხელოვანების ცხოვრება ვიცით რომ ცოტა სხვანაირია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში რა ხდება? იგივე. თქვენც ასე დილას ადრე იღვიძებთ თუ აი 2 საათზე როგორ? არა, დილის ხალხი ვარ. დილას 6 საათიდან მაგვიძებს ყავა. დილის 6 საათიდან. რატო? და იცით სიმღერას იცით. ხათა შორის ახალი შეუღლებული რომ ვიყავით, პოლბრეგის სასწავლო პოლბრეგს მისდევდა უმარილოს ჭამდა კახა და ცოლად რომ მომიყვანა
ყავა არ დალიო შავი ჭირიაო, იცოდეო, ვნებს ორგანიზმს და ეხლა ყავაზე უკვე შენსვი დღეში ერთი 10 ჯერს ვარ. ეს როგორ იყო? მოვიდოდი, დალიე ხო ყავა? არა, შენ თავს პიცავარო და აგერ ქონდა. მიგზალავდა კარგი გაგებით, რომ შავი ჭირია და ცუდად მოქმედება. რამდენიმე თაობა ბავშვები ყავთ გაზრდილი. არა მარტო საკუთარი, არამედ ამ ქალაქში მინიმუმ ეხლა ვინ სად როგორ რას ეხლა ფერის შვილები მოყავთ უკვე და ზოგმა სიმღერი მინები იყიდა. არ ჩამოვთვლით. ხო არ გვემღერა 1 2 აუ რაოდენი შენ ეხლა რა თიხურებთ ხო აი სიყვარულს ასხივებთ შემოქმედ გარდა შემოქმედებისა და ამ სიყვარულით ხდება შემდეგ ამ შემოქმედების კიდე გასხივოსნება მაგრამ აი ეს რა პატარა ინგრედიენტები გაქვთ სიყვარულისო გაუზიაროთ აი წყვილებს მეუღლებს რომ რა არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა მარილს არ აყრიან როგორც ეს რა შემოქმედებითაც სულიერად რომ ერთად ხართ ერთი მიზანი რო გაქვთ თუ აი რაღაცა თანხwebdriver მაინც ხასიათში გენაცვალე აი რომ დაინახე ის მარცვალი ხო ის აი როდესაც აი ფილმებშიც რო უყურებთ და დასამაია ანუ ის არის თუ შეგვთა ხო ეს არის შენი ალბათ გამართლება თუ კი ვინმეს ულოცია ჩემგვარში ეს რო შეგვთა ნამდვილად აი დედას გერწები და რა არის იცით როგორ იწება როგორ და არ გჭირდება თქმა თითქოს და ეს რაღაცნაირად აგეგმილია უკვე ღამე ძილში რო ვიყავი დაიგეგმა და ის რო ვიღვიძებ მითის ურთიერთობა სასწაულად ვითი დღე მიყვარდება უფრო მეტ დედას გერწები თუ რა ვიტყვი რომ სადმე რო ვარ აუშვა და ვიქეიფე და ერთი სული მაქვს სახში როდის მოდაც ვაკაცები მეებიჯო მეუნები და რა ვქნა მიხარია მეთამაშება მიმღერისე და თუ გაგზელება მინდა დალევა დამიждდება იქ და იქ დავლებთ ყველაფერი ვენაცვალე აი დავიცი სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში აი პირველად გავიგე მამაკაცისგან ეს სიტყვები რომ ცოლს ისიამკობს იმ კუთხით რომ მეგობრებთან ერთად რო ვარ სახლში ვაკაცია ჩემი ვაკაცია დედას გემიწები პირდაპირ გაგებით გეუნები ქალბატონო ნატალია გაგვიზიარეთ ქალბატონებს როგორ უხედინება თქვენ და არ სუპერიც ასეც ინგრედიენტი პირადში მომწერონ დამირეკო და ყველაფერს ხო არა თვალებში მიყურებდა კაც მეტი რა პატა თქვია როდესაც გეთახმ და მე აუ კულინარია ბოლო დროს კიდე ხო ისეთ საჭმელებს ანუ საჭმელის გაკეთებისთვის ძალიან ზოგადად დღესდღეობით იმდენი რაღაცა ამ YouTube-ზე გადაფურცდა დაწერაც გინდა და გავიცი შენ მაგარი გამოგდი მოდით ახლა იმ სიმღერაზე ვილაპარაკოთ რომელიც უნდა გვიმღეროთ ეს ახლა სიურპრიზი გავივიდო ისე რომ გავაჟღერე ხო მაგრამ მინდა რომ გავიგო ანუ როგორ დაიწერა რა პირობებში და მადლობა რომ აძლევთ ამის საშუალებას რომ ვთქვა რა და ძალიან მიყვარხართ თქვენც და ბათუმი ჩემ ბათუმში ცხოვრები თითეული ოჯახი იმიტომ რომ მე რაღაცები მქონია განსასწრებელი და ბათუმის სიყვარულმა და მეგობრობამ და ურთიერთობამ გასაოცარი სასწაულები მოახდინა და ყოველთვის მინდოდა რაღაცა გამეკეთებია ისეთი რა უნდა გავაკეთო და სიმღერა გამოვაცხე გამოვთალე ოღონდ ჩემი თინა ნაცლიშვილის ტექსტი მაგარი ტექსტია რომ ჩემო ბათუმო გილოცავ ახალწესო ჩემი ნატო ახლა შეასრულებს მაგრამ იცოდეთ მე უმღერი ვარ ჩემ ბათუმზე ჩემგან ამოსულია ყველაფერი რომ ის ბათუმის სიყვარულში თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი მე რაღაცებს ახლა კიდე ჩემ ბათუმს ვიდები ისეთი რაღაცა გვინდა ახლა რაღაც ჩავუყაროთ საფუძველი კაი ფესტივალს გაჩუქებთ მალე ჩვენ მე და ნუგზარი ერგემლიძე სამინისტრო რომ ყველა უცხო ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ და ბათუმზე დაწერილი აი ესპანელი რომ ბათუმს მოეფერება იმღერებს აი ხო მაგარი იქნება ნუ რა თქმა უნდა კიდე რეტრო და აკადემიური სიმღერების ის ტურიც გვექნება მაგრამ ჩემი ბათუმი უნდა ავახმერთოთ ანუ ნედელა საომავლო გეგმებსაც შევეხეთ პრინციპში შეკითხვის გარეშე ხო გაგანდეთ რომ მინდა რომ ის ჩამეწვეთებინა რომ ეს ბათუმზე კარგი სიურპრიზები და ანუ მინდა რომ ბევრი რამე გავუკეთო ბათუმს და ვსტილობ თქვენი სტუდიის კონცერტი ხო არის გეგმება ახლო მომავალში მაგალითად ამაზე ცალკე რომ დაგიძახოთ რა თქმა უნდა სტუმრად რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ ახლა ეს ახალი არ არის და პირველად არ მოხდება რა თქმა უნდა მაგრამ ნუ თაობები იცვლება როგორც ლაპარაკობდით მანამდე და შესაბამისად აქ არის ადამიანები რომლებიც დღეს უკვე დასრულ ასაკს მიაღწია და თქვენ როგორც თქვით ძალიან ბევრი წარმატებულიც აქვს და მაგრამ არის ახალი თაობები აღზარდნენ ეს რაღაცა დიდი გალა კონცერტი მე ვარ ბენდირი კაცი რომ დღეს ეთერში დატო გვიზის საერთოდ
ვცდილობ ახლა რომ მე მეტი ვილაპარაკო რომ ამას რაღაცა კომპლექსი არ გქონდეს იმისი რომ მეორეჯერაც მე დავთანხმდეს ნამდვილად სიახლეები გვაქვს ის რომ პატარაობიდან ბავშვებს ესტრადას ასწავლიდა ჩემი ნატულია ამის შემდეგ ფანდურჩონგურებით შეაყვარა ბასფანდური ყველაფერი ისრულ ხალხური საგრები და ახლა კიდე ბენდი გუშინ დილის ტალღაში ბენდის პრეზენტაცია ჰქონდა ჩვენი ბავშვები უკრავდნენ და ანრი გუჩმანიძე და იქ რეპერი გიორგი გოგიბერძი ნუ კარგი ტანდემი იყო და ბრავო ძალიან ბევრი სიურპრიზებით მალე წარვადგენთ მოკლედ ყველა სიურპრიზისთვის ცალ-ცალკე უნდა მოგიწვიოთ ეგას გიტოვებ და არ გეუბნებით ყველაფერს კი ბატონო მაშინ ვფიქრობ რომ ნელ-ნელა გადავიდაცვალ სიმღერისკენ თუ რაღაცა კიდე მოვიფიქროთ ქალბატონი ნატალია გაგვიზიარებს ეხა მე და სოფომ რაც ვკითხეთ გაგვიხარდეთ მე ვწერე რეცეპტი და მიეცი რაფერა როგორა ხოლო ღიმილი კარგი ხასიათი სიმღერა თვალები ცუდ ხასიათზე ხო ხართ ხოლმე ხანდახან რაშვები ამ დროს აი ეგ ამ მნიშვნელოვანი ხანდახან რატო არ იქნება ადამიანი იქნებს ცუდ ხასიათზე რაღაც სიმღერას წერთ ან პირიქით რაღაც კერძს ამზადებთ ანუ სულ პოზიტივისკენ მიყავთ ყველაფერი რა ცუდ ხასიათზე დადგომის დრო არ რჩება დრო არ რჩება აჰა გავიგებთ ესე იგი დრო არ რჩება რომ ცუდ ხასიათზე დარჩეს რომ რაღაცაზე განეწყოს დაუშვათ პესიმისტურად არ რჩება. იმიტომ არ ვარ მეც ცუდ ხასიათზე. ანუ კარგი რეცეპტია, თუ ხშირად ხარ ცუდ ხასიათზე დაკავდით საქმეს. კი ბატონო. კი ხშირად მეუბნები რომ ცუდ ხასიათზე როგორ ხარო და მეც არ მაქვს დრო. ეხლა გამაცნობიერე. გედაცვალე. ხო და აი მაგასია საქმე. ასე რომ თქვენ ერთად დაწერეთ რეცეპტები და გავავცელოთ ხალხში. კი ბატონო. იცი დაემთხვა ახალი წელი ისე ბედნიერად და ყველაფერი მოვიდა, ბედობას დაგვებედა ქალიშვილი გამიგთხოვდა, აბა ისა და ისე თქვენი შთამომავლობაც მღერის, ანუ მუსიკაში აქტიურად. ძალიან კარგად მღერიან ბავშვობაში, იმდენი ვამღერეთ. ხო, არა მღერია. შინაუღდეს შენდომა. აღარ გვინდა იურისტი გავხდებიო, ხო? არ მღერია. კარგით, ვიმღეროთ მაშინ. დიდი და ჩემო ბათუმი შეგიძლია. ყველაზე კარგი სათქმელი მაინც სიმღერა იქნება. კი ბატონო.
ტალანტა გვაქვს. გენაცვალე, აბარა. ჩვენს მაყურებელს აი ამ ემოციას უზიარებთ დღევანდელ. ხო, სხვათა შორის აი გუშინაც იყო, როცა სიმღერის დროს რაღაცეთ უხერხულად ვიბრძენ თავი, როდესაც ადამიანი მხერის ასრულებს და ჩვენ იძულებული ვართ რომ კადრში ჩავედიოთ და ვიძეთ რომ წამოხდე. იმიტომ წამოხდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ დავასრულოთ თუნდაც ეს გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა. ამაზე პოზიტიურ და კარგ ნოტზე ხა ვერ დავასრულებდით, ახლა რაღაც კიდე რაღაცაზე რომ ვილაპარაკოთ, ტყუილ უბრალოდ მე თქვენი ანუ შემდეგი სტუმრობის დროს უკვე აღარ დაგვრჩება სასაუბრო თემა და ხარობთ ძალიან, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი ქალაქი და მადლობა ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა. დიდი მადლობა, რასაც აკეთებდით ამ წლის განმავლობაში და კიდე რასაც გააკეთებ წინასწარ, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ დავტოვოთ რაღაც ინტრიგები რო გქონდეს სალაპარაკო. წარმატებებს გისურვებთ, დავემშვიდობთ ჩვენს მაყურებელს და წარმატებები ვუსურვებთ. აბა ხვალამდე დროებით. გენაცვალე.